ახლა ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ჩვენ ჩემი აზრით რა. აი ეს მულტივექტორულობა, აი როდესაც ჩვენ საუბრობდით, ხო, აი აქაც ამ სტუდიაში რამდენიმე წელს განმავლობაში, რომ საქართველოს ეს ანუ ესე იგი ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი, რაღაც მაშინ თითქოს აი ამ თუნდაც 3-4 წლის წინ თითქოს აი რაღაც უფრო ინტელექტუალური დისპუტების ის იყო რა, ადგილი, მაგრამ რეალურად ეხლა რასაც ვხედავთ, ეგ ხდება, ხო? ანუ აქ რეალურად ხდება გეოპოლიტიკური ვექტორების დივერსიფიკაცია, ევროკავშირის როგორც რელიგიური თეზის დეკონსტრუქცია, თუმცა იქ შეხვალ და ბენეფიტს მიიღებ, არა პრობლემა არც ეგ არა. მეორე მხრივ ხდება ის, რომ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა და ეკონომიკური ბენეფიტების მიღება ვაჭრობის მიმართულებით და ჩინეთის შემოყვანა, ასე ვთქვათ, შუადერეფნის მიმართულებით და ასევე რეგიონის მოთამაშეებთან თბილი ურთიერთობა. ეს არის ის რაც უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს და არის საბედნიეროდ უკვე შემდეგი გეოპოლიტიკური 20 წლეულის ალბათ სახელმძღვანელო, ხო? რაც შეეხება ევროპას, ევროპა ფაქტიურად აი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ალბათ ნაწილობრივ რუსეთმა მოახერხეს ის, რომ აი ევროპა კარგავს თავის შინაგან არსს, ხო? ერთი მხრივ ეს არის ეკონომიკური მდგენელი, რაც ვახსენე და მეორე ეს არის კულტურული მდგენელი, ხო? კულტურულად რეალურად ხა შეიძლება იყოს რელიგიური, არარელიგიური, ანუ ეს ქრისტიანობის ლოგიკიდან ამოვარდა. ფაქტობრივად ევროკავშირი ხო ეს უნდა ვთქვათ, ეს არის ლიბერალური პროექტი, მეწიათ ფრანგი ლიბერალების პროექტი, ხო, როგორც იყო მაშინდელი მინისტრი შუმანი საფრანგეთის და ანუ ეს რეალ ჩვენ არ უნდა გვიკვირდეს, რომ კი ლიბერალური მშვიდობა, მაგრამ როდესაც ამ ეს მშვიდობა დადგა რაღაცა გამოწვევების წინაშე, აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე ძლიერი მშვიდობა და ერთობაა. და ეხლა რა ხდება რეალურად რუსეთის სახეხატი ამ ევროპას ჯერ კიდევ უნარჩუნებს ერთიანობას და რატომ? ანუ რეალურად ის ფაქტი მე არ მგონია რომ ხა პუტინი მაგალითად აპირებდეს შესვლას ლისაბონისკენ და ეს მგონია რომ პირიქით ეს ევროკავშირის ბიუროკრატიას ჭირდება ნარატივი ეს უკრაინის ომი, რომ რუსეთის როგორც მტრის ხატსახეს, რომელიც ხადია არსებობს რეალობაზე რაღაც დონეზე, მაგრამ გააძლიეროს. ხო, საერთოდ ბუზისგან სპილოს შექმნა, ბუზი უნდა არსებობდეს, ხო, ისე არ არის, პირდაპირ სპილოს ვერ შექმნა. ხო, ანუ რეალურად ევროკავშირი დღეს რატომაც დგას ფეხზე, არის ერთადერთი მომენტი რუსეთ-უკრაინის ომი. როგორც კი დასრულდება ეს ომი, ჩემი აზრით, დეზინტეგრაციული პროცესები ევროკავშირში გაძლიერდება.